მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით სამართალი კიდევ ერთ საქმეზე აღსრულდა სასამართლომ ნაცმოძრაობის ლიდერის მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა დაადგინა და სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს კი 300,000 ლარის ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა. დაცვის მხარის მტკიცების მიუხედავად თითქოს სააკაშვილი თანხებს არამიზნობრივად საქართველოს კეთილდღეობისთვის იხდი და სასამართლო განხილვების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და მისი გადახდაც თავად სააკაშვილის პირადი ანგარიშებიდან უნდა მომხდარიყო. მოსამართლემ აქვე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. როდესაც საქმეში წარმოდგენილია ასეულობით 1000 ლარის ხარჯი კოსმეტოლოგიური მომსახურების თაობაზე, რომელიც ჩატარებულია საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში. აღნიშნული ხარჯის დაკავშირება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან შეუძლებელია. ის არც ქვეყნის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა, რამდენადაც იგი წარმოადგენდა პირად ხარჯს, რომელიც უნდა გაეღო იმ პირს პირადი სახსრებიდან, ასევე როდესაც საქმეში წარმოდგენილია ოფიციალური დოკუმენტაცია მსოფლიოს ძვირად ღირებულ კურორტებზე მიღებული მომსახურების თაობაზე, რომელიც ასევე საქართველოს ბიუჯეტს დაუჭდა რამდენიმე ასეული 1000 ლარი. ასევე როდესაც საქმეში წარმოდგენილია მაგალითად მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების მომსახურებაზე გაწეული ხარჯის სამსახური დოკუმენტაცია. მე გავგულისხმობ მხოლოდ მეუღლესა და შვილებს, რომლებზედაც მილიონზე მეტი ლარია დახარჯული საქართველოს ბიუჯეტიდან, მაგრამ მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მაგალითად დედას, ბებიას, ბიძას. ასევე საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტაცია პირადი სტუმრების და ავგულისხმობ ოფიციალურ სტუმრებს, პირადი სტუმრებისა და მეგობრებისთვის ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოყვანის, მათი სასტუმრო მომსახურების, მათი სასტუმროში ამ მომსახურებისათვის დაღებული ხარჯიც კი საქართველოს ბიუჯეტმა აანახაურა. შემდეგ მათთვის საჩუქრების შეძენისა და ძვირფასი სამკაულების შეძენისთვის დაღებული ხარჯიც, შვილების სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს დაუჭდა 60,000 ლარამდე. დაბალი თუ არასაკმარისი ხელფასი ვერ გაამართლებს დანაშაულის ჩადენას. თეიმურაზ ჯანაშიასთან მიმართებით მინდა აღვნიშნო, რომ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა იმჟამინდელ პრეზიდენტს და იმოქმედა მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით. თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. მიხეილ სააკაშვილი ცნობილი ხნის დამნაშავედ სასჯელის სახით დასვენად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან 2025 წლის 12 მარტიდან მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. თეიმურაზ ჯანაშია ცნობილი ხნის დამნაშავედ და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300,000 ლარის ოდენობით. მიუხედავად აშკარა მტკიცებულებებისა, სააკაშვილისა და ჯანაშიას ბრალის აღიარებაზე უარს აცხადებს დაცვის მხარე. ბრალდების მხარე კი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში ადვოკატები სისხლის სამართლის საქმის დაკნინებას ცდილობდნენ, თუმცა დამტკიცდა, რომ სააკაშვილმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები პირადი და მისი გარემოცვის კომფორტისთვის გაფლანგა. როცა ჩვენ სასამართლოს უსმენთ და მოყავს არგუმენტები თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ 10%-ზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით ჩვენ გამარტება არ მოგვისმენია, მათ შორის თუნდაც დონალდ ტრამპის, ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის და სხვათა გამასპინძლება პირადი ხარჯია. თემო ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი შეფასება, რაიმე ტიპის კვალიფიკაციის მიცემა, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. დადგენილი არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა კორუფციული დანაშაული, გამოხატული სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების პირადი ფუფუნების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები და ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
მომდინარე. 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც ან პირად ფუფუნებას ემსახურებოდა, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა. იქნებოდა ეს ან სოფო ნიჟერაძის მოგზაურობისა თუ საჩუქრების ხარჯები, იქნებოდა ეს თიკა ბუკუჩავოსთვის ნაჩუქარი მობილური ტელეფონი, იქნებოდა ეს საზღვარგარეთის საკურორტო ზონებში გადახდილი თანხები, თუ სხვა კიდე უამრავი მსგავსი დანახარჯები, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფუფუნებას და არავითარ შემთხვევაში არ იყო ნაკარნახევი სახელმწიფო ინტერესებით. რაც შეეხება ჯგუფურობის მოხსნას და ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას ქმედების გადაკვალიფიცირებას, აღნიშნულ ნაწილში ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილი რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ისე ექცეოდა როგორც პირად საბანკო ანგარიშს, ეს საქმის მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება. მაგალითისთვის საკუთარი შვილების სწავლისთვის სააკაშვილმა ბიუჯეტიდან 10.000 ლარი გადაიხადა. 115.000 ლარზე მეტი დაჯდა სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის შეძენილი ტანსაცმელი. ბიუჯეტის თანხებს იყენებდა საკუთარი შვილისთვის ტელეფონის საყიდლადაც კი. სააკაშვილის მოთხოვნითვე ბიუჯეტის სახსრებით მოხდა შიშველის ხეულით შესრულებული ნახატის შეძენაც, რომლის ღირებულებამ 17.000 ლარი შეადგინა. ბიუჯეტს 115.000 ლარამდე დაუჯდა მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურები. საერთო ჯამში კი სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურებისთვის 700.000 ლარზე მეტი დაიხარჯა. მხოლოდ 2010-11 წლებში დაქირავებული მზარეულის სერხიო ქალდერონ ლატასას ხარჯები 191.000 ლარზე მეტია. ეს თანხა ანაზღაურებას, თარჯიმნის დაქირავებას, ბინის ქირას, კომუნალური ხარჯების ანაზღაურებასა და საზღვარგარეთ მივლინების ხარჯებს მოიცავს. სააკაშვილის პირადი სტილისტის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის კამალ ალი პოურსატარის სასარგებლოდ გაწეული ხარჯები კი 125.070 ლარია. სააკაშვილის პირადი სტილისტი ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა, მისი სასტუმროსა და ბილეთების ხარჯებს კი ბიუჯეტიდან ფარავდნენ. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არაოფიციალურ მოგზაურობებზე, ძვირადღირებულ კურორტებზე და დასვენებაზე გაწეული ხარჯები ასეულობით 1000 შეადგენს. საერთო ჯამში სააკაშვილის პირადი სტუმრების სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი. სამგზავრო ბილეთების შესაძენად 1 მილიონ ლარამდეა დახარჯული. მხოლოდ სინგაპურში, ტაილანდში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ემირატებში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში და სლოვენიაში სააკაშვილისა და მისი ლობისტის, ფრანგი ევროპარლამენტარის რაფაელ გლუქსმანის მოგზაურობები სახელმწიფო ბიუჯეტს 370.000 ლარზე მეტი დაუჯდა. ზემოთ ჩამოთვლილი მოგზაურობებიდან ზოგიერთში ლევან ვარშალომიძე, დავით ბაქრაძე, კობა ნაყოფია, კობა სუბელიანი, დავით საყვარელიძე, სერგო რატიანი, ზურა ჯაფარიძე, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი უგულავა, ალანა გაგლოევა და სხვებიც ფიგურირებენ. მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან იხდიდა საკუთარი ნათესავების მოგზაურობის ხარჯებსაც. მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე 1.400.000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებაზე 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის 300.000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად 100.000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად კი 250.000 ლარამდეა დახარჯული. სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე პირადი სტუმრებისთვის საჩუქრების გაკეთებასაც არ ერიდებოდა. მაგალითად, სოფო ნიჟერაძისთვის, რომელიც დღეს მისი შვილის დედაა, ბიუჯეტიდან 5.000 ლარზე მეტია ანაზღაურებული. ივანა მელაისთვის 3.000 ლარზე მეტი გამოიყო. საიდანაც ნაწილი სასტუმროსთვის, ნაწილი კი სამკაულებისთვის იყო განკუთვნილი. 3.500 ლარიანი სამაჯურით დაჯილდოვდა მარიამ საჯაია. 10.000 ლარზე მეტი კი ბიუჯეტიდან სააკაშვილის რამდენიმე სტუმრის საჩუქრებისთვის საყიდლად გამოიყო. მიხეილ სააკაშვილის საჩუქრებს შორისაა თინა ბოკუჩავასთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონი, რაშიც 2012 წლის 13 იანვარს 1599 ლარი გადაიხადეს. იმავე დღესვე 140 ლარი სააკაშვილის დავალებით ხატია ბუნიათიშვილისთვის გადასაცემ ყვავილებში დაიხარჯა. აღნიშნული როგორც ჩეკებით, ისე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით დასტურდება. მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, დღეს თინა ბოკუჩავა ამტკიცებდა, თითქოს აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და მეტიც საკუთარი ტყუილის გამართლების მიზნით კონსტიტუციასა და ბიბლიაზე დაფიცებასაც ითხოვდა. მე მზად ვარ იქნება ეს კონსტიტუციის, ანუ სამოქალაქო წესით დადებული თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არც ერთი პრეზიდენტის მხრიდან და მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მე თინათინ ბოკუჩავას არასოდეს არც ერთ წელს არ მიმიღია. სხვა კითხვები არ გაქვს? არ ვღიზიანდები, აუცილებლად მოვითხოვ პასუხს. აუცილებლად მოვითხოვ პასუხს ამაზე.
სააკაშვილის ბრალის დამამტკიცებელი არაერთი მტკიცებულების მიუხედავად რადიკალური ოპოზიცია ნაცმოძრაობის ლიდერს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ამტკიცებენ, თითქოს სასამართლომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო. დავიკითხავ წერილს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ საპყრობილედან. პრეზიდენტი სააკაშვილი წერს: ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია. პროკურორები მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ ამის ვერც ერთი მტკიცებულება მათ ვერ ნახეს. გონია რომ ის რაც გამოცხადდა არაპროპორციულია ბოლო სააკაშვილის ნაწილში და რაც შეეხება თემურ ჯანაშიას, მას საერთოდ არანაირი გადაცდომა ჩემი აზრით არ აქვს და ამ ნაწილშიც ისევ პოლიტიკური ინსტინქტით არის ნაკარნახები. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ფსევდო სასამართლო იღებს, არის პოლიტიკური მოტივაციით ნაკარნახები. რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებული ხედვა აქვთ ხალხის ძალაში პარტიაში. მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ შორის ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს. ხალხის ძალაში სააკაშვილის სხვადასხვა ქმედებასაც იხსენებენ და განმარტავენ, რომ მსგავსი მორალის მქონე ადამიანი პოლიტიკაში არ უნდა იყოს. როცა ადამიანი იპარავს 9 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან და ამას ახმარს თავის საკუთარ კეთილდღეობას, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და ეს არის დანაშაული ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც $900,000-ზე მეტი იხარჯება მარტო გახდომის პროცედურებზე და იმაზე ბოტოქსის გაკეთებაზე და ასე შემდეგ, როდესაც საკუთარი მეგობრებისთვის, საჩუქრებისთვის იხარჯება უზარმაზარი ფული. მორალზეც არის ლაპარაკი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ომის წაგებიდან 2008 წლის აგვისტოს ომის წაგებიდან რაღაც ერთ კვირაში აგზავნის სპეციალურ თვითმფრინავს გერმანიაში, რომელსაც ჩამოჰყავს მისი ეგრეთ წოდებული დოქტორი დოტი, რომელიც კბენით თერაპიებს თუ რაღაცებს უტარებს. ეს არის უბრალოდ დანაშაული კი არ არის მხოლოდ, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის და იმ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელიც ომიდან ერთ კვირაში იცლის ამისთვის და ამაში ხარჯავს ბიუჯეტის ფულს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ელიტური კორუფციის საქმეზე სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მმართველ პარტიაში იხსენებენ იმასაც, თუ როგორ ცდილობდა ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის პიჯაკების საქმედ წარმოჩენას, რაც არ გამოუვიდათ. რა თანხასაც უნდა იმას დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, შიშველი ქალის მიერ ტანით სურათისთვის, ტანით დახატული სურათისთვის, კბილებით მასაჟისთვის და უამრავი სხვა თემები აქვს, ისეთი, რომელიც წარმოუდგენელია თანამედროვე მსოფლიოში, რომ დემოკრატიულ სამყაროში ესეთი ხარჯები გასწიოს ქვეყნის ლიდერმა. აქ მარტო 9 მილიონში თუ 10 მილიონში არ არის საქმე. აქ არის საქმე იმ გარყვნილებასთან მიმართებაში, რასაც ქვია საერთოდ ეს ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება. აბსოლუტურად ფუფუნებასთან დაკავშირებული ხარჯებია მილიონამდე. ბატონი მიხეილ სააკაშვილი არის, კრიმინალი, იგი არის იმ რეჟიმის შემქმნელი, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა სისტემური წამება, გაუპატიურება ოჯახების საძინებლებში, თვალთვალი, ბიზნესის სისტემური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გამოუტანეს განაჩენი იმ 9 მილიონი ლარის გაფლანგვაში, რომელიც ძალიან დეტალურად არის მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია ფუთავს როგორც პიჯაკების საქმეს, მე არ მგონია, რომ პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდება. იქ არის ძალიან დეტალური ჩაშლა, თუ რაში იყენებდა იგი ბიუჯეტის თანხებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი და მან პასუხი უნდა ააგოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. გარეძალების მორიგ დირექტივას უმრავლესობის ლიდერი ამხელს მამუკა მდინარაძე Deep State-ის გავლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რადიო თავისუფლება გარეძალების დავალების ერთ-ერთი შემსრულებელია. ახალი დირექტივა კი მიხეილ სააკაშვილის დაცვას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით მედია საშუალებამ რიტორიკა შეცვალა და ადრე თუ სისხლის სამართლის საქმეს ელიტურ კორუფციას უწოდებდა, დღეს პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს. დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში პიჯაკების საქმე გახდა. სინამდვილეში Deep State-ის მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად. რადიო თავისუფლება ერთ-ერთი შემსრულებელია მრავალთა შორის.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ უამრავი მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ქონების ჩამორთმევის და ათასის სასტიკი დანაშაულის ავტორი, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი არსებობს, გარეთ ძალების მხრიდან ისე არის დღემდე მხარდაჭერილი, მათ შორის ევროკავშირის რეზოლუციებით და გათავისუფლების მოთხოვნით, რომ ელიტური კორუფციის საქმეზეც კი ამდენს თლიგინებს. წლების განმავლობაში ასეთ აგენტურას იფარავდა და აკესებდა გლობალური ომის პარტია და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათი თეორიული მობრუნების შემთხვევაში არა მხოლოდ ომს, არამედ საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში მასობრივ დახოცვასაც კი არ მოერიდებიან. უკვე საკმარისზე მეტი საფუძველია ამის სათქმელად. იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეძლებს შეასუსტოს მაინც Deep State-ის გავლენები. სხვა შემთხვევაში ბრძოლა ძალიან რთული იქნება. თუმცა დარწმუნებული ვარ, აქაც სიმართლე, გონიერება და ეროვნულობა გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილის კორუფციისთვის 9 მილიონი ლარის ოდენობით თანხის პირადი მიზნით გამოყენებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, როდესაც გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ეგზოტიკურ კურორტებზე დასვენებას, შენი შვილებისთვის, თუ ნაცნობი ქალებისთვის, სწავლისა და საჩუქრების ხარჯებს, შენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და დეოკუპაციისთვის გაწეულ დანახარჯებს უწოდებ. გარდა იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, ასევე მიუთითებს, როგორი უტიფარი და ამორალური ხარ. მიხეილ სააკაშვილმა დამსახურებულად მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა. ქართველმა ხალხმა უარყო ჯერ კიდევ 2012 წელს და ეს განაჩენიც მისი ჩადენილი ბოროტ მოქმედებების ერთ-ერთი შესაბამისი სასჯელია. მიხეილ სააკაშვილს დღეს ელიტური კორუფციის საქმეზე მოსამართლემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მას 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლება და შესაბამისად მოსახდელი კიდევ 5 წელი და 7 თვე რჩება.